საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღეს ჩვენ გავეცნობით მწერალს ალექსანდრე ყაზბეგს. ალექსანდრე ყაზბეგი დაიბადა 1858 წელს სტეფანწმინდაში. სტეფანწმინდა არის მაღალმთიანი რაიონის ერთ-ერთი ულამაზესი დაბა. მას ამშვენებს მყინვარწვერი გერგეტი. ყაზბეგის გვარი წარმოდგება ჩოფიკაშვილებისგან. ისინი სტეფანწმინდის მოურავები ყოფილან. მამა მიხეილ ჩოფიკაშვილი, დედა ელისაბედ თარხნიშვილი. მას შინაურები კეკეთი მოიხსენიებდნენ. ალექსანდრე მშობლების ერთადერთი ვაჟი იყო. პატარა ბიჭი ფუფუნებაში იზრდებოდა. მას 2 ძიძა და რამდენიმე აღმზრდელი ჰყავდა. მშობლებს მისი აღზრდა განათლების შესახებ სხვადასხვაგვარი მოსაზრება ჰქონდათ. დედა თვლიდა, რომ ბიჭი განათლებული უნდა ყოფილიყო. მამა კი ასე ამბობდა, ოღონდ ჩემი შვილი ცოცხალი იყოს, რაც უნდა ის გააკეთოს, როგორც მოესურვება, ისე იცხოვროსო. მიუხედავად ამისა, მისთვის მაინც შინაური მასწავლებლები დაიქირავეს და უკვე 11-12 წლის ალექსანდრე ძალიან კარგად ფლობდა რუსულსა და ფრანგულ ენებს. შემდეგ იგი პანსიონში მიაბარეს, გიმნაზიაშიც სწავლობდა ერთხანს, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო მას მოუწია სწავლისათვის თავის დანებება. შემდეგ გარდაეცვალა მამა და ისევ ოჯახური გაჭირვება, იგი ისევ ვერ აგრძელებს სწავლას, თუმცა სურვილი დიდი ჰქონდა და გადაწყვიტა მოსკოვში გამგზავრებულიყო და სწავლა გაეგრძელებინა იქაურ სასწავლებელში. მაგრამ უსახსრობის გამო იქიდანაც მოუწია დაბრუნება. სამშობლოში დაბრუნებული ალექსანდრე მწყემსობას იწყებს. მწყემსობის პერიოდში იგი ეცნობა მთიელ ხალხს, უახლოვდება მათ ერთგულებას და თანადგომას სწავლობს მათგან. მაგრამ მწყემსობის შემდეგ იგი ჩამოდის თბილისში და აგრძელებს ნაყოფიერ მოღვაწეობას მწერლობაში. მის ნაწარმოებებში ხვდებით რეალურ ფაქტებს მოხევეთა ცხოვრებისა. მან ნათლად დაგვანახა მთის ხალხის ტრადიციები, ადათ-წესები, მთიელების მიერ შემუშავებული, დამკვიდრებული უფლება მოვალეობანი, სამშობლოსათვის თავგანწირვა, მეგობრობა, პიროვნების პატივისცემა, ძალმომრეობის წინააღმდეგ ამხედრება, ქალის სინდისის დაცვა. იგი ბავშვობიდანვე ვერ ეგუებოდა უსამართლობას. ცელქი და მოუსვენარი ბიჭი ყოფილა. ხშირად თანატოლებთან უსიამოვნებაც მოსდიოდა. სწორედ ამიტომ დედამ მას მოჩხუბარიძე შეერქვა. ალექსანდრეს ძალიან მოსწონებია ეს მეტსახელი და თავადაც ამბობდა, დიახ, მე ასე მქვია მოჩხუბარიძე და ხანდახან აკაკიასაც მეძახიანო. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის სათაურიც გახლავთ მოჩხუბარიძე. მისი ავტორი არის გიორგი შატპერაშვილი. გიორგი შატპერაშვილი მწერალია, რომელიც ხშირად წერს საბავშვო თხზულებებს და გზადაგზა გაეცნობით თქვენ. მოდით ახლა მოვისმინოთ ნაწარმოები. პატარა სანდრო თერგის პირას უზარმაზარ ლოდზე იჯდა და დაფიქრებული გასცქეროდა დარიალის ხეობას. თერგი გახლავთ მთავარი მდინარე თრუსოსა და დარიალის ხეობაში მიედინება. გააფთრებული ჩქარი მდინარე ღრიალით მიაქანებდა შფოთიან ტალღებს, მაგრამ სანდროს თერგის ხმაური თითქოს არ ესმოდა. მუხლის თავებზე გაშლილი რვეული ედო და მასში ხანგამოშვებით რაღაცას იწერდა. სანდრომ თვალი მოჰკრა თერგის პირას მიმავალ ცხრის ფარას, რომელსაც 3 მწყემსი მიერეკებოდა. ფარა თვალს რომ მიეფარა, სანდრომ ახლა პატარა გოგონა დაინახა, რომელსაც ხელში ბატკანი აეყვანა და
სოფლისაკენ მიჰყავდა. გოგონას უჭირდა მსუქანი ბატკნის თრევა, მაგრამ ძირს მაინც არ სვამდა. იჩქაროდა, თან უკან იხედებოდა. ეს ხომ ჩვენი მეზობლის გოგოა, ძიძია ჰქვია, გაიფიქრა სანდრომ. უცებ შენიშნა, რომ ძიძიას უკან ვიღაც მოზრდილი ბიჭი მოსდევდა. ეს ბიჭი კი გირგოლა, ნეტავ რა უნდა, რას ასდევნებია ძიძიას. ძიძია იმ ლოდს გაუსწორდა, რომელზედაც სანდრო იჯდა. დაქანცულმა უმწეოდ მოიხედა, მაგრამ სანდრო მაინც ვერ შეამჩნია. გირგოლა ძიძიას წამოეწია. მას ბოროტი, ჩასისხლიანებული თვალები ჰქონდა. შეჩერდა და გოგონას მკვახეთ ჰკითხა. ვისია ბატკანი ქალავ? ჩვენია, წეღან ფეხი მოიტეხა, ფარას ჩამორჩა, ახლა შინ მიმყავს, უპასუხა შეშინებულმა და წასვლა დააპირა. მოიცა, შეაჩერა გირგოლამ, იქნებ ჩვენია და ჩვენს ფარას ჩამორჩა. რას ამბობ, გირგოლავ, რას? გოგონას ცისფერი თვალები ცრემლებით აევსო. სანდრომ წამოიწია, გულის სწრაფად უცემდა. დაჩაგრული გოგონა შეებრალა, მზად იყო წამომხტარიყო და ყელში სცემოდა მოძალადეს, მაგრამ გირგოლა ტანად დიდი ბიჭი იყო, ღონიერი, ამიტომაც სანდრო ყოყმანობდა. გოგონამ ღონე მოიკრიბა. იმ ხეობისაკენ გაიხედა, საითაც წეღან ცხრის ფარამ შეუხვია და ხმამაღლა დაიკილა. მიშველეთ, ყობავ, ვაჟიავ, ელგუჯავ, მიშველეთ. გირგოლამ გოგონას ტუჩებზე ხელი დააფარა, მაგრამ ძიძია დაუსხლტა და გაიქცა. გირგოლამ ისკუპა, ორი ნახტომით წამოეწია და გაქცეულ გოგონას ხელი დაუნდობლად ჰკრა. გოგონამ წაიფორხილა და ღორღიან გზაზე გაიშხლართა. ღორღიანი უსწორმასწორო ქვიანი გზა. მუხლებდა სისხლიანებული სწრაფად წამოხტა და უფრო ხმამაღლა დაიყვირა. ვაჟიავ, კობიავ, მომეხმარეთ. სანდრომ მეტი ვეღარ მოითმინა. ლოდიდან გადმოხტა და გირგოლასკენ გაიქცა. ამ დროს ხეობიდან სირბილით მომავალი ორი მოხევე ბიჭი გამოჩნდა. ისინი ძახილით მორბოდნენ. გირგოლამ ფეხმოტეხილი ბატკანი აიყვანა და წასვლა დააპირა. მოიცა გირგოლავ, მოიცა, მიაძახა სანდრომ და გირგოლას წინ გადაუდგა. გირგოლა ქშენით შეჩერდა. ბატონიშვილი რომ იცნო, სახეზე წყენა აესახა, მაგრამ მაინც ჯიუტად ჰკითხა. რა გინდა ბატონიშვილო? ვისია ბატკანი? სანდრომ ჯერ გირგოლას შეხედა, შემდეგ აცრემლებულ ძიძიას. დაცვი მიწაზე ბატკანი და აქედან დაიკარგე. გირგოლამ თავი მაღლა ასწია და გესლიანად თქვა. ბატონი ანთი რომ ხარ, იმითი დიდგულობ? სანდრო უარესა დაენთო. მოძალადეს მიეჭრა და მარცხენა ყბაში მუშტი შემოჰკრა. გირგოლა შეტორტმანდა. ბატკანს ხელი უშვა და სანდროსაკენ გაიწია, მაგრამ სახიანთებული სანდრო და მოახლოებული ბიჭები რომ დაინახა, უკან გაბრუნება იკადრა. დაიცა, არ შეგარჩენ, არა, წამოიძახა მან და სოფლისაკენ მოკურცხლა. ერთხანს ყველანი ჩუმად იდგნენ. მერე ყველა სიცილი აუტყდა, რომ დამშვიდდნენ, ყობამ წამოიძახა. სანდრო, ძმაო, კარგი ბიჭი ყოფილხარ, თუ გვიკადრებ, ძმად გავიფიცოთ. ბიჭები ძმად გაიფიცნენ და მალე ყველა თავთავის გზაზე წავიდა. ძმად გაფიცვა უნდა აღინიშნოს, რომ ძველად მთაში ხელოვნურად განათესავებას ნიშნავდა. ძმად გაფიცვის რამდენიმე სახეობა იყო ხალხში. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იყო. ნეკათითებს გაიჭრიდნენ გაფიცულები და შემდეგ გადააჭდობდნენ, აი ასე რომ სისხლი ერთმანეთს შერეოდა და ამის შემდეგ ისინი უკვე სისხლით ნათესავები ხდებოდნენ. მეორე შემთხვევა კი ასეთი იყო. გაიჭრიდნენ თითებს, შემდეგ სისხლს ჩაურევდნენ წყალში და შესვამდნენ. კიდევ ასეთი იყო. მაგალითად,
ორი ძმად გასაფიცი მიდიოდნენ ნათესავებთან ერთად სალოცავში, იქ დადებდნენ ფიცს, შემდეგ ხევის ბერი, ანუ მთავარი პიროვნება ხევში დალოცავდა მათ, შესაწირ საკლავს, როდესაც დაკლავდნენ, აბკურებდნენ ამ მომავალ დანათესავებულებს მათ სისხლს და ამის შემდეგ ისინი ითვლებოდნენ ნათესავებად. და კიდევ ერთი ორ ძმად გაფიცულს იარაღის შემკულობიდან ვერცხლი უნდა მოეფხიკათ და ჩაეყარათ ღვინოში და შემდეგ შეესვათ. აი, შემდეგ უკვე ისინი იქნებოდნენ უკვე ძმადნაფიცები და მათ სხვა უფლებამოვალეობანი ეკისრებოდათ, რაც ნათესავებში იყო იმ პერიოდში. ძმადნაფიცები შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც ორი მამაკაცი, ასევე ქალი და მამაკაცი და კატეგორიულად იკრძალებოდა მათ შორის ქორწინება. ახლა გავაგრძელოთ ტექსტის კითხვა. როგორც ხედავთ, ისინი ძმად შეეფიცნენ, ანუ ალექსანდრე და მისი მეგობარი სოფლის ბიჭები. სანდრომ სახლს რომ მიაღწია, შინ შეშფოთებული დედა შემოხვდა. რა მოხდა, შვილო, სად იჩხუბე? იმ საძეგელ გირგოლას თავი რად დაუტოლე? სანდრო დუმდა, არაფერს ამბობდა. აი შემოჩხუბარიძევ შენა, ხელი მოუთათუნა დედამ მხარზე. მცირე ხნის შემდეგ სანდრომ დედას თავისი დღიურების რვეული მიუტანა. დედამ რვეული გადაფურცლა და წაიკითხა. დედა, საყვარელო დედა, მოჩხუბარიძე კი არადა, რაც გინდათ ის დამარქვით, მაგრამ გირგოლა საძაგელი ბიჭია და მას მუშტზე მეტი ეკუთვნოდა. ძიძია ჩემი დობილია, კობა, ვაჟა და ელგუჯაკი ჩემი ძმადნაფიცები, მე ისინი მიყვარს და მათთვის თავს გავწირავ. დედას სიხარულით აუთრთოლდა გული. სანდროს თავი გადაუწია და ჭკვიან თვალებში აკოცა. კალმით, ჩემო მოჩხუბარიძევ, კალმით იჩხუბე. მუშტი კი შენი საქმე არ არის. ჩურჩულებდა ის და საყვარელ შვილს გულში იკრავდა. სანდრომ დედის დარიგება შეასრულა, ჭხუბი არასოდეს აუტეხავს. სიცოცხლის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუგდია პატარა ბასრი კალამი, მაგრამ დედისაგან მეტსახელად შერქმეული მოჩხუბარიძე სიკვდილამდე შერჩა. ალბათ მოგეწონათ მოთხრობა და თავად დარწმუნდით, რატომაც იმსახურებდა ალექსანდრე ყაზბეგი ამ მეტსახელს. ახლა დაუბრუნდეთ ტექსტს. კითხვის დროს თქვენ ალბათ გაიაზრებდით, რომ ტექსტს მთხრობელი ჰყავს. ეს გახლავთ ავტორი, რომელიც გვიამბობს წერლის შესახებ, როგორც ხედავთ. ვინ არიან ამ ნაწარმოების მოქმედი პირები? ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, ესენი არიან თავად მწერალი, შემდეგ ახალგაზრდები, ეს არის კობია, ძიძია და ასე შემდეგ, სხვებიც. ხოლო მთავარი გმირი მაინც არის ალბათ ის ბიჭი, ვისთანაც ჭხუბი მოუწია ჩვენს მწერალს. ეს არის გირგოლა. ტექსტიდან კარგად ჩანს, რომ პატარა სანდროს უკვე აქვს წერის ნიჭი. ტექსტში დასაწყისშივე იგი დღიურებს წერს, ანუ თერგის პირას ზის და მუხლებზე აქვს გადაშლილი დღიური, დღიურების ჩანაწერს აკეთებს. სწორედ ეს მოეწონება ბოლოს დედას და იგი ურჩევს შვილს, რომ ჭხუბით კი არ იყოს იგი, ჭხუბით კი არ მოიპოვოს მან ავტორიტეტი, არამედ კალმით. და ეს რჩევა მან მართლაც კარგად შეასრულა. მან მიჰყო ხელი წერას და გამოვიდა სახელოვანი მწერალი. მისი ხასიათიდან ჩანს, რომ იგი თავმდაბალია, აი სოფლის ბიჭებთან კარგად გაერთო და მათთან ძმადნაფიცობაც კი მოისურვა და კიდევაც გაიფიცნენ ძმად ისინი. ესარჩლება სუსტს, აქედან მოჩანს, რომ გაბედულია, ნიჭიერია იგი ასევე და შემდეგ ეს დაამტკიცა კიდევაც თავის ნაწარმოებებში.
თუ კი ჩვენ ამ ტექსტს კარგად დაუკვირდებით, აი ამ სახელებს, რომელიც ჩვენ ტექსტში გვხვდება, ძიძია, ელგუჯა, გირგოლა, მათია, ვაჟა, კობა, ესენი შემდგომში მისი ნაწარმოების გმირებად იქცევიან. და როდესაც თქვენ მოგეცემათ საშუალება გაეცნოთ მის ნაწარმოებებს, დარწმუნდებით, რომ მას ასახული აქვს თავისი მთიელი ხალხის ცხოვრება. და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მწყემსად ყოფნის პერიოდს. გაკვეთილი შეგიძლიათ დაყოთ ნაწილებად, დაასათაუროთ თითოეული სათაური, მოგცემთ საშუალებას იმისათვის, რომ შინაარსი კარგად გადმოსცეთ. შეგიძლიათ აი ესეთი სათაურები მოიფიქროთ, მაგალითად, პირველ თავს ერქვას დარიალის ხეობა, აღწერთ დარიალის ხეობას, პატარა მეცხვარეები, ძიძია და გირგოლა, ის ეპიზოდი შეგიძლიათ აღწეროთ, სანდროს გაბედულება, ძმად გაფიცვა, დედის რჩევა. აირჩიეთ ამ სათაურებიდან ნებისმიერი და დაწერეთ ამ რომელიმე ეპიზოდის შინაარსი. დღეისათვის სულ ეს იყო. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.